რუსლან, დიდი მადლობა, რომ დამთავრდი და მეწვიე ოჯახში. კარგ ახალს ვფიქრობდი ამაზე, რომ აი გურამის ქალიშვილი როგორ მოვა ჩემთან და რას ვილაპარაკებთ გურამზე. უღმესი მადლობა პირიქით თქვენ ქალბატონკეთ. გურამს მე ვიცნობდი უნივერსიტეტიდან, როდესაც ის უკვე ხარისხდაცული მეცნიერი გადაწყვეტს, რომ შეისწავლოს სპარსული ენა. პირველად მესმის. და ესწრებოდა ლექციებს აღმოსავლეთწოდნეობის ფაკულტეტზე. მას ეს დაჭირდა ალბათ მაინც თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის რაღაცა ეტაპის გასამყარებლად. და ისეთი კარგი სტუდენტი იყო, ისეთი ბეჭითი, რომ ბევრი აცდენდა ლექციებს, ცუღლუტობდა ახალგაზრდობა მოგეხსენებათ და გურამი არც ერთ ლექციას არ აცდენდა და ბეჭითად მოდიოდა საწერკალმით და იწერდა ყველაფერს და ისმენდა და ერთი სიტყვით ეს დაახლოებით 1 წელი გაგრძელდა. ეს იყო ჩემთვის ისეთი მაგალითი, რომ აი მეცნიერი როგორც ცდილობს გაიღრმავოს ცოდნა მომიჯნავე სფეროებში თავისი კვლევის საგნისა. და აი აქედან დამამახსოვრდა გურამი, აი რაღაცა გურამის ხატი თვალწინ მიდგას იმ პერიოდში, როდესაც ის იყო მეორედ სტუდენტი. მე რა თქმა უნდა, ბევრი რამე გავიგეთ გურამის შესახებ. ყველა ისეთი აქტიური პიროვნება იყო, ისეთი ენერგიული იყო და ისეთი საზოგადოებრივი იყო, რომ შეუძლებელი იყო არ ჩართულიყო იმ პროცესებში, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო და გაგრძელდა და დღემდე ალბათ გრძელდება, იმიტომ რომ საბოლოოდ მაინც არა ვართ გარკვეული თუ სად ვდგავართ, საით მივდივართ და რა ჯობია რომ ვაკეთოთ. სად ჯობია რომ ვიყოთ. ცხადია, ადამიანი პიროვნება რომ გაინტერესებს, მის ირგვლივ ყველაფერი გაინტერესებს მერე, ხო? მერე გავარკვიეთ, რომ გურამს ყავს მეუღლე, ყავს 3 შვილი. მერე სამწუხაროდ წლების შემდეგ მომიწია პანაშვიდზე მოსვლა ძმის გარდაცვალების გამო. ეს იყო ძალიან მძიმე, ძალიან მძიმე. ყველა შეძრა ამბავმა. მაშინ თქვენ ცხეთის ქუჩაზე ცხოვრობდით. ცხეთის ქუჩაზე ლაშას პანაშვიდი იყო და ამა ჭავჭავაძეს. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი. და როდესაც გამოჩნდი ასპარეზზე, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ესე შორიდან გაკვირდებოდი და ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ მამაზე გელაპარაკა შენ პირადად. მადლობა. იმიტომ რომ ის რაც გააკეთე, ყოველგვარი პირფერობის გარეშე, გეუბნები რუსუდან. ეს არის ნამდვილი გმირობა. ყველა შვილი დღეს ამას არ აკეთებს. მერიდება. ყველა შვილი ამას არ აკეთებს დღეს. გადასცე მამის მთელი დანატოვარი ემიგრაციის მუზეუმს და ასე უპატრონო ამ მუზეუმს და მამის ანდერძი, დანატოვარი ანდერძი, რომ გადავიდეს ემიგრაციის მუზეუმი უნივერსიტეტიდან ეროვნულ მუზეუმში, ამის განხორციელება ჩვენ პირობებში არც ისე ადვილია. ეს ყველას არ შეუძლია. და მე აკადემიაში გამოსვლის დროს კიდეც აღვნიშნე, რომ ხომ არ არის საჭირო, რომ ღირსეულ შვილებს მივანიჭოთ
ღირსების ორდენი. ეს და მაშინ შენ თქვი რომ ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო არის რომ მე ვარ გურამ შარაძის შვილი. ძალიან კარგია ეს, მაგრამ საზოგადოებას ჭირდება ასეთი შვილები და ასეთი შვილების ღვაწლის აღნიშვნა. უღმესი მადლობა. ეს იცით რა არის? ეს არის ერთგვარი ესტაფეტა. დღეს, როდესაც ოჯახებს რაღაცა ცოტა შეერყა ნიადაგი და ამდენი პროპაგანდის და ამდენი ზეწოლის ქვეშ ახალგაზრდები ცოტა სხვანაირად ფიქრობენ. თითქოს გაუწყოება მოხდა ოჯახიდან, მშობლებისგანაც კი იცით. იმიტომ რომ ისეთ პირობებში იზრდებიან, რომ მშობლები იძულებული არიან დილდანს აღარ იმუშაონ, დედად, მამაც, ძირითადად ბებიების იმედზე არიან, ან მოწვეული გამზრდელის იმედზე ეს ბავშვები ასე იზრდებიან და ამან რაღაცა შეცვალა ადამიანების ცნობიერებაში, ახალგაზრდების ცნობიერებაში და ცოტა გაუხესდნენ კიდეც როგორც ასე შორიდან ვხედავ და ვაკვირდები. ყველას არ ეხება, არის დიდი გამონაკლისი, რაცა ყველია, მაგრამ აი რაღაცა ეს ცუდი ტენდენცია ძალიან. ნუ როგორ გიყვარდა მამა, ხა მასე ცოტა ხერხულია ლაპარაკი. გურამი ყველა ძალიან უყვარდა, მაგრამ შვილის განცდა მამისა ეს კიდევ სხვა რამ არის და ძალიან საინტერესო იქნება შენი მონათხრობი მამაზე. აი შენ როგორ ხედავდი მამას? რას გამოარჩევდი მის თვისებებში? რა იცოდი მისი წინაპრების შესახებ? მისი მშობლების შესახებ, ბებია, ბაბუა შესახებ? დედას რა დამოკიდებულება ქონდა მამას მიმართ? შენ ძმებს, რომლებიც სამწუხაროდ აღარ არიან. ეს ყველაფერი ძალიან მაინტერესებს პირადად მე და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს აინტერესებს ვინც იცის, ვინ იყო გურამი და რა ღვაწლი აქვს მას ქართული მეცნიერების წინაშე, ქართული ემიგრაციის წინაშე, ქართული ზნეობრიობის წინაშე. უღმესი მადლობა პირველ რიგში რომ აქ მომიწვიეთ ოჯახურ გარემოში და დაინტერესდით ასეთ წვრილმანებით, უღმესი მადლობა ასეთ სიტყვებისთვის პირველ რიგში. სამნი ვიყავით შვილები, ორი ძმა მყავდა უფროსი, მე ვიყავი ნაბოლარა, ლაშა, ჩემზე 7 წლით უფროსი, გიორგი, ჩემზე 2 წლით უფროსი და უფრო გიორგი და მე უფრო წყობებით გავისართეთ. დედა იყო სვეტლანა გახარია, დავიწყებ დედით, ეს იყო აი გადაუჭარბებლად არ მერიდება ამის თქვა, იმიტომ რომ ბევრი იცნობდა და ყველა და მე თანხმობა, რომ მამა ჩემზე ნაკლები არ იყო. თავის განათლებით, ინტელექტით, განსაკუთრებით ფენომენალური მეხსიერებით. მაგრამ ყველაფერი გადადო. მან თავი გადადო მამა ჩემისთვის და შვილებისთვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მამა ჩემისთვის და ესე იგი რომ არა დედა, მამა ამდენს ნამდვილად ვერ შეძლებდა. მამა ჩემს არაფერი არ ეხებოდა, მხოლოდ ოჯახი უნდა ერჩინა და 24 საათი ემუშავა. ეს იყო მისი არჩევანი. მხოლოდ ძილში კარგავდა დროს. აი მართლა იმიტომ არ ვამბობ, რომ მამა ჩემი იყო წარმოუდგენლად შრომის მოყვარე. წარმოუდგენლად შრომის მოყვარე და აბა ამდენი წიგნები ეს არის რაღაცა მცირე ნაწილი, ზღვაში წვეთია იმისა, რაც აქვს გაკეთებული გურამს. 7-10 წიგნამდე დავთვალე მისი რედაქტორობით თუ გამოცემით თუ ის ავტორობით. ასე იყო დედა. რაც შეგვეხება ჩვენ შვილები არ მახსოვს სიმკაცრე. ხო გარედან ჩანდა რომ ამ დროს ისეთ აი ბავშვით იყო, ბავშვი მოატყუებდა. გინ დამიჯერეთ, გინ და არა. ძალიან სწამდა და ენდობოდა ადამიანებს და დედა მკაცრი იყო და მამა აი სრულიად განსხვავებული იყო. გიჟი მამა, გიჟი მეუღლე, რასაც იტყვიან ხოლმე მამაზე ან დედაზე.
და ყოველთვის ჰქონდა იმ ხელა პატივისცემა და რიდი, რასაც ქვია. დედაჩემი რასაც ჯოხით ვერ ახერხებდა. ამას მამაჩემის ერთი სიტყვა მაგალითად საკმარისი იყო, ოღონდ ამ სიტყვასაც სიმკაცრით კი არ დიდი იტყოდა. ავტორიტეტი იყო. სიმკაცრით კი არ იტყოდა, ისე გვეტყოდა და ისე გაგვაკეთებინებდა, რომ აზე ვერ მოვიდოდით. ძალიან რიდი ჰქონდა პატივისცემა პირველ რიგში. არავითარი შიში მამის მიმართ შვილებს არ ჰქონია. არც ბიჭებს და მე მით უმეტეს გავჩდი ნაბოლარა, ორი ბიჭის მერე ბებია ქალმა რომ მიახარა, თურმე ძალიან შეშინებული იყო ეს ბებია ქალი, რადგან რამოდენიმე წუთის წინ ვიღაც მამას ახარა რომ ქალიშვილიო და იმის ბევრი ყოლია კიდე ქალიშვილიო და ცოტა უსიამოვნო მოხდა და ასე შეშინებულს რო უთქვამს რომ ქალიშვილიაო, რო აუყვანია ეს ხალხი ხელში და დაუზრიალებია, ესეთი ისტორია არის ჩემ რო გავჩდი მაშინ. და მართლა ის შეიძლება ითქვას რომ ხელის გულზე მატარა. ბედნიერი ბავშვობა გქონდა. ესე იგი ეს ბედნიერი ბავშვობა და მე სხვანაირად ამდენ ტკივილს და ამდენ იმას მართლა ვერ გადავიტანდი. აი რამ გამაძლებინა რომ ვფიქრობ ბავშვობა და იმ სიყვარულმა რაც მე მშობლებმა და ჩემმა ძმებმა მომცეს. მე სხვანაირად ვერ გადავლახავდი, იმიტომ რომ ამ ბავშვობამ მიუხედავად ჩემი გურულობისა, მყარი ფსიქიკა მომანიჭა. აი სიყვარულში მართლა მახრჩობდნენ. და მამა ხო ძალიან ახლოს ვიყავი. აი ისაც რასაც დედაჩემს ვერ ვეტყოდი, ჩემ პირად ცხოვრებას, იმას ვეტყოდი, ყოველთვის ვეუბნებოდი მამაჩემს. კი, ყოველთვის და ну ახლა ყოველთვის ახლა თავის ხვარი იყო რა თქმა უნდა, მაგრამ აი დედაჩემს რასაც ვერ გაუბედავდი, არ მქონდა უბრალოდ სურვილი. მამას ყველაფერს და ეხლა მე რო გავიდა ახლა ამდენი დრო და ვაკვირდები, ალბათ გულიც უსკდებოდა, მაგრამ არ იჩნევდა პირიქით სულ და მე მსიამოვნებდა ეს მის მიმართ ეს გულახდილობა და მასაც ალბათ ვხარდა. რაც შეეხება ჩვენს წინაპრებს, იყო უკაცრავად ბებია ბაბუა ხშირად ჩამოდიოდნენ? მე ბებიას ვერ მოვესწარი სამწუხაროდ, მამის დედაზე ვამბობ, ეს იყო ულამაზესი ნინა ბელიქანიძე, ცნობილი ქალი. ჩვენ ესე იგი წარმოშობით ვართ ოზურგეთის რაიონის სოფელი გურიანთა. იქ ხუცურჩი ოზურგეთიდან. ბებია იყო ნინა ბელიქანიძე, ლამაზი კანთქმული ქალი და ბაბუა იყო სევერიან იგივე ნიკოლოზ შარაძე. აი მამა გავდა მშობლებს. თავის შრომის მოყვარეობით. ახლა ბებია გადმოცემით გამიგია და ბაბუა ჩემს ახლა მოვესწარი უკვე სკოლას ვამთავრებდი, რო გარდაიცვალა, ეს იყო, ну, რა ვიცი, დილა გათენებული არ იყო, რო დგებოდა და ამას მე რას არ მერიდება ამის, შეიძლება ქებად გამომდის, მაგრამ არ მერიდება, იმიტომ რომ უამრავი ხალხი დამემოწმება ამით. ძალიან დიდი მამული გვაქვს გურიანთაში და ყველა ფრინველი და ყველა ცხოველი შინაური, რაც კი არსებობს, ყავდა ბაბუაჩემს. დილიდან დაღამებამდე შრომობდა. მას დამხმარე არ ყავდა. აი რო ვაკვირდები, მაშინ ბავშვი ვიყავი და რა თქმა უნდა უცნაურად მეჩვენებოდა ეს, მაგრამ ნუ დიდად ვერ ხვდებოდი და რო გავიზარდე და ამას ვიხსენებ, აი წარმოუდგენელი ქალბატონ ქეთევან ვერ დამიჯერებთ. როგორ დღე და ღამე შრომაში ატარებდა. თბილისში ჩამოსვლა არ უყვარდა. როცა ექიმთან დასჭირდებოდა, მხოლოდ მაშინ თუ ჩამოვიდა და ჩვენთან გაჩერდებოდა და ცუდად იყო. ერთი სული ქონდა გავარდნილიყო და თავის სახლში, თავის სოფელში ყოფილიყო, არ უყვარდა კორპუსი, არ უყვარდა ახლა დედაჩემის მშობლებს კერძობი სახლია თბილისში ვერ ჩერდებოდა. და ასე რომ ხშირად არ ჩამოდიოდა, ნამდვილად ჩვენ ჩავდიოდით ძალიან ხშირად. მთელი ზაფხული, ესე იგი მაისში სკოლას მოვრჩებოდით, ივნისში დედაჩემ მუშაობდა და ივლისის დასაწყისში რო წავიდოდით, დედა და ბავშვები, მამა მე გვაკითხავდა ხოლმე, თორე აქ ზაფხულობითაც კი შრომობდა, მუშაობდა, ხშირად იყო მისაღებ გამოცდებს, საგამახალგაზრდა იყო. და ჩვენ ორ თვეს, სრულ ორ თვეს, ივლისს და აგვისტოს ვატარებდით ბაბუასთან და ჩემი ბიძაშვილები და უკვე დიდად მხიარულად ვიყავით ხოლმე ზაფხულობით და ბაბუა იყო ძალიან მკაცრი. მამაჩემისგან განსხვავებით,
თუმცა შვილიშვილებთან არასდროს გამოუჩენია სიმკაცრე ხა რაზე უნდა მოეცა შენი შვილი ხა ბავშვები რას ვიზამდით გარდა სიცევქისა და იმ ხელა ეზო და ის არის რომ ასე ბაბუა ჩვენი სიცევქე არ აწუხებდა არც ეხებოდა და დედები ყავდა რაც დავარია ისეთი რომ ზედმეტ რას ვიკადრებდით ძალიან დიდ პატივს ვცემდით ძალიან გვყვარდა მაგრამ დიდი რიდი გქონდა კაცრი კაცი კაცრი ნუ შვილებთან უფრო იყო როგორც მსმენიენ ცხოვრებამ გაამკაცრა არა ხასიათით კაცრი კაცი იყო მაგრამ ჩვენთან ეს ჩვენ არ შევხვედია მისი სიმკაცრით ძალიან საყვარელი და ძალიან კეთილშობილი ბაბუა იყო რუსუდან აი მამას მიდრეკილება მეცნიერებისკენ და კვლევისკენ აი თქვენ როგორ ხედავთ ეს რომელი წინაპარი შეიძლებოდა ყოფილიყო ვისი ვთქვათ გენებმაც იმძლავრა და აი მეცნიერად ჩამოყალიბდა გურამ შარაძე ასეთი რაღაცა საოცარი ტოლვა კვლევისკენ და ძიებისკენ მას როგორ უყვარდა ილია ჭავჭავაძე ყველას მოგეხსენებათ ილიას მარჯვენა ხელი მაქსიმე შარაძე ასეთი პიროვნება სამწუხაროდ დაუფასებელი ეს გრიგოლ ყიფშიძის სიტყვებია რომ დაიბადა წმინდა მოკვდა წმინდა მაქსიმე შარაძე რომელიც დიდი პაპის მამაჩემის დიდი პაპის ძმა იყო ცხოვრობდა ერში და იცხოვრა როგორც ბერმა მან დაიწყო ილიასთან როგორც მოჯამაგირედ მუშაობა შემდეგ გახდა მისი მოურავი, მისი მარჯვენა ხელი. ასე არავის არ ენდობოდა ილია ჭავჭავაძე, ეს თვითონ თხზულება არსებობს მონახთისა მაქსიმე შარაძე და იქიდან ვამბობ, არაფერი ჩემი აქ არ არის, არც ერთი სიტყვა. შემდეგ სტამბა მქონდა პირადი სტამბა, მაქსიმე შარაძის სტამბა, დამხანაგობა, ასე სახელწოდებით. მაქსიმემ გადაარჩინა დღეს რო საგალობლები გვაქვს უდიდესი ნაწილი მაქსიმე შარაძის გადარჩენილია მან ექვთიმე კერესელიძე ფილიმონ ქორიძე ეს ყველა მაქსიმეს მიერ იყო ინსპირირებული და ფიზიკურად ის აფინანსებდა კიდეც ამას მაქსიმემ პირველმა საქართველოში შემოიტანა ევროპული ნოტები რომელიც იქამდე არ არსებობდა აქ და პირველმა დაბეჭდა ევროპული ნოტები. ეს არის უზარმაზარი პიროვნება, უდიდესი 8 წლის, რომელიც რასაც ბეჭდავდა ყველაფერს არა მარტო ილიას ვქვათ აღაღად და ბეჭდა. საღვთისმეტყველო ლიტერატურას თარგმნიდა რუსულიდან და სრულიად უფასოდ. 25 წელი გალობდა თავისი გუნდით სიონის ტაძარში, სრულიად უსასყიდლოდ. მან უზარმაზარი შრომა აქვს გაწეული და ეხლა ძალიან შორს აგვიყვანს საბოლოოდ ილია რომ მოკლეს ჩავარდა ლოგინად და 2008 წელს აქტიურად გადაყვა ილია ჭავჭავაძეს და მამაჩემის იდეალი იყო ილია მოგეხსენებათ სხვათა შორის აი რომ ამბობდა ხოლმე გააქილიკებდნენ რომ ილიას ედრებაო ახლა რაში გამოიხატებოდა თქვა ერთი მაგალითი მოვიტანოთ რა გინდაო გურამო რა გინდაო ამ პოლიტიკაში წადი წერე შენი არაჩვეულებრივი წიგნებიო ყველას უყვარხარო კერი ცხელის გულზე გატარებს მოყვარე ცხელის გულზე გატარებსო და ეგუთხრესო ილიასო რომ აი რა გინდა ბანკიო წადი რა წერეო შენი არაჩვეულებრივი თხზულებებიო და ილია მოპასუხა რა თმინდა თუ კაცი არ დარჩა ჩემი წიგნის წამკითხველი საქართველოსშიო და მე ამაზე აქილიკებდნენ ხოლმე და მამაჩემის პასუხი ასეთი იყო რომ ჩვენ გვიყვარს ქრისტე, ჩვენ ვართ ქრისტეს მიმდევრები. ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ ჩვენ თავს ვაცხადებთ ქრისტეთ. მე მიყვარს ილია, ვაღმერთებ, ვარ მისი მიმდევარი და ასე რომ აი ეს პასუხი ქონდა ამასთან დაკავშირებით. სხვა პასუხი არ მოუდგენელია ალბათ. და ესე იგი აი თქვენ გიზიარებდათ აი როდესაც მუშაობდა რაიმე საკითხზე ოჯახში ქონდა ამაზე გურამს ესაუბრებოდათ ამ საკითხებზე ამ პრობლემებზე რომელზეც ის ფიქრობდა და რომელზეც მუშაობდა საერთოდ წინასწარ არ უყვარდა გეგმებზე ლაპარაკი
ახლა დედმამა ძალიან ახლოს იყვნენ, დედაჩემს ფილოლოგი იყო, არანაკლები და ძალიან ის ჰქონდათ გარდა მეუღლეები იყვნენ ერთ უღელქვეშ ყველანაირად ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილები. მაგრამ საერთოდ წინასწარ არ უყვარდა ლაპარაკი გეგმებზე, არავისთან არ იტყოდა. და უყვარდა უკვე გაკეთებულს, ეხლა მე არ ვიცი ალბათ რაღაცებს უმხელდა დედაჩემს და პირადად ჩემთან მაგალითად პოლიტიკური საკითხები, ისეთი რაღაცები აქვს ნათქვამი, ან რატომ მენდობოდა ასე. ან რატომ მეუბნებოდა, მე დღემდე აუხსნელია, რატომ მენდობოდა, ხო შეიძლება და წავსულიყო. თან არასდროს არ უთქვავს ცხოვრებაში, რომ ის არ თქვა, ეს არ თქვა, იქ არ თქვა, აქ არ თქვა. მენდობოდა თითქოს რა, მეც არ ვიცი რატომ. ეს ემიგრაციაში ხშირად იყო საზღვარგარეთ, ხშირად დადიოდა და ემიგრანტებს ხდებოდა და უდიდესი საქმე გააკეთა, რომ ჩამოიტანა ემიგრაციის არქივი. ისე იგი რო ამბობდნენ და წამოაძახებდნენ ხოლმე, აი როგორ დადის უცხოეთში სულ 91 წლამდე მამა ძირითადად დადიოდა უნგრეთში. და საქართველოს უნგრეთის ურთიერთობაში აქვს უზარმაზარი წვლილი შეტანილი გარდა წიგნებისა, სტატიებისა, ნაშრომებისა, ნარკვევებისა და ეს დაუფასა უნგრეთმა იმდენად რომ არის დაჯილდოვებული უნგრეთის სახელმწიფოს ოქროს მედლით, იყო უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობის პრეზიდენტი, დიახ, ხო ასე წერია ყოველ შემთხვევაში, ჩვენი გაგებით თავმჯდომარე და უზარმაზარი როლი აქვს შეტანილი უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობაში. 91 წელს და 93-შიც წავიდა ლონდონში უორდროპების არქივზე სამუშაოდ, იქ ილიას წერილები აღმოაჩინა მოგეხსენებათ და აი მაშინ დაიწყო მისი ბრჭყალებში დაავადება ემიგრაციის ვირუსით, აი ამ თემით. 91 წელს, ხო და როგორ დადიოდა? აი და იმიტომ რომ გურამ შარაძე იყო, ეს რომ განსაკუთრებული კაცი რო იყო, იმიტომ გამოსდიოდა და იმიტომ ეს მას თვითონ აქვს უზარმაზარი მოგონება, როგორ წავიდა და რა ძალისხმევა დაუჭდა. ვერ არ გავაგრძელო 91 წელს იქ გაიცნო, თვითონ ის მოვიდა მასთან, კაკი რამიშვილი, ნოე რამიშვილის ვაჟი, იქ დავით ბარეთის იუბილეი იყო და თქვენო ჩემს სიაში რატო არ ახარ თუ გავგვიჟდიო რა თქვენ სიაში გამეცნო ჯერ რომ მე ვარ კაკი რამიშვილი, ნოე რამიშვილის ვაჟი და თქვენო რატო არ ხართ ჩემს სიაშიო და რომელ სიაშიო და მქონდათ თავიანთი სია, ვისაც არ მოდავაბარგებოდა. მიწვია თავისთან, თავის მამულში და იქ გაგიჟდა რაც მან ნახა ადგილზე. ეს იყო ემიგრანტული პრესა, ემიგრანტული ლიტერატურა და მთელი ეს ისტორია და გადაირია. ეგ იყო და ეგ, მაშინ გაბედა და არალეგალურად ჩამოიტანა ეს ჟურნალ-გაზეთები, რომლებსაც ისეთი გულუბრყვილ კაცი იყო, ვერ წარმოედგინა და თავის კაბინეტში, სადაც ერთ-ერთ კარადაში, ქვედა უჯრაში ჰქონდა ჩაწყობილი და ჩემი გიორგი იყო ძალიან მაყვარანცხი და მან მიაგნო, რა მიგნება უნდა და უჯრა უნდა გამოგვეყო და ამ ბიბლიოთეკაში ჩვენ არ ჰქონდა უფლება მის სამუშაო მაგიდასთან მიყარების, სადაც გაანთავსებული იყო მასალები, ხა თქვენ მეცნიერი ბრძანდებით მოგეხსენებათ, ამას არ უნდა შეეხოს არავინ, რასაც აკეთებ, ხო, ეს მეცნიერის ერთ-ერთი ის არის და მაგრამ წიგნებს და იმას ვინ აგვიგზავნოდა პირიქით და ეს ჩემი ძმები ძალიან ისეთები იყვნენ წიგნის ჭიები და სულ ახლა ბიბლიოთეკაში რა თქმა უნდა და მიაგნო და მე ვიყავი 9 წლის, გიორგი იყო 11. და რომ მარტოები დავრჩებოდით, დედა რომ სამსახურში მიდიოდა და ჩოროს ყველგან დაბრუნებოდით, შემიყვანდა ხოლმე კაბინეტში და ამას კი მაკითხებდა, ახლა ბევრს ვერ ხვდებოდი, მაგრამ ეს დამოუკიდებელი საქართველო და ეს იყო შოკი, რომელიც დიდი ხანი მე ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვედი. და ხო, არ ვიცი რაღაცნაირად ჩუმად ვიყავით, არ ვიცახდით არსად. მე რა თქმა უნდა გიორგიმ გაამხილა და სახში ნუ გაიგეს ახლა რომ ვიცოდით, მაგრამ რა ვიცოდით. ეს იყო და ეს. აი გურამის
ხშირმა მოგზაურობამ უცხოეთში სხვადასხვა ხმები დიახ, აი კონტექსტი დავიწყე და დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. იგი აქტიურად დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ გურამ შარაძე უშიშროებაში არის შეკრული, იმიტომ უშვებენ და სხვათა შორის პარლამენტში კომისია არსებობდა, საგამოძიებო კომისია და ზოგიერთმა პარლამენტარმა იქ შეიტანა განცხადებით მიმართა ამ კომისიას, რომ კეთილინებეთ და გამოიძიეთ გურამ შარაძე არის უშიშროების თანამშრომელი და ნამდვილად ასეა თუ არა, იმიტომ რომ ეს ხმები მიხეილ ოსაძის კომისია იყო. მიხეილ ოსაძის კომისია, რომელმაც ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა. და მაშინ მაყვალა ბერიანიძე იყო აპარატის უფროსი და მიხეილ ოსაძემ უშუალოდ მაყვალას დაავალა ამ საქმის დასკვნა და ოფიციალურად არსებობს ეს დასკვნა. მოგიამბობთ, ეხლა როგორ იყო, იცით, ამ ლონდონის შემდეგ 87 წლიდან უკვე დაიწყო გერმანია საფრანგეთში. ჩვენს ემიგრაციის, აი 91-3 გითხარით და 97-დან სადაც ძირითადად იყვნენ დიახ და მე უკვე ამერიკაში დიახ ქართველები ძირითადად მიუნხენი პარიზი. ეხლა რაც შეეხება მის აგენტობას მიხეილ ოსაძე ღმერთმა აცხონოს ეს ერთი საკითხია და მე გეტყვით გლეხურ ენაზე ჩემს აზრს ბატონ ზვიად გამსახურდიას ზე კარგად ეს საკითხი არავინ იცოდა და სამწუხაროდ სანამ პრეზიდენტი გახდებოდა მასაც ესეთი აზრი ჰქონდა მამაჩემზე რომ ის იყო უშიშროების თანამშრომელი რომ გახდა პრეზიდენტი და წინასწარ აღნიშნავ რომ მათ თითქმის ურთიერთობა არ ქონიათ არც პრეზიდენტობის დროს და იქამდე უბრალოდ პატივს სცემდნენ ერთმანეთს მამა ყოველ შემთხვევაში მას დიდ პატივს სცემდა და თუ სადმე იყო საჭირო ინსტიტუტიდან რომ აგდებდნენ რომ უნივერსიტეტიდან რიცხავდნენ ყოველთვის მხარში ედგა და ყოველთვის მის მხარდამჭერ განცხადებას არასდროს მის წინააღმდეგ არ წასულა აი ესეთი ხალხიც კი რომელიც ცოტა საჩოთიროა მისთავმალობისთვის დღემდე რაც შეეხება როდესაც დაამხეს კალმიერი ხელისუფლება და ზვიად გამსახურდია ფაქტობრივად მარტო დარჩა და ყველა მოღალატა აი მაშინ ამოიღო მამაჩემმა ხმალი მის დასაცავად იმიტომ რომ გაუგონარი უკანონობა ამასახეთ ჩემი ახსნა განმარტება არ ჭირდება რაც მოხდა და ამ ომს ხო გამარჯვებული არ გავს ფაქტიურად რომ ჩვენ ვართ იქითაც რა ყველაზე საშინელი ომი ეს არის სამოქალაქო ომი რომელიც ანგრევს ზოგიერებას მთლიანად და რომ ბატონ ზვიადი გროზნოში იყო მოგეხსენებათ და იქიდან დაურეკა და გურამ ბოდიში მე შენზე არასოდეს წარმოდგენა მქონდა ისე მან ხომ ჩაიხედა იმ არქივებში და უკვე ზუსტად ხომ გაიგო ვინ არის და ერთადერთ კაცს გურამ შარაძეს გამოუგზავნა გროზნოდან ჩვენ მუზეუმში ინახება ეს ხელნაწერი ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილება ასე მიანდო მან მთელი მისი ქონება მამაჩემს და ასე გადარჩა კოლხური კოშკი ის რაც დარჩა ხანძრისგან მოგეხსენებათ ცეცხლი წაუკიდა მხედრიონმა და შემდეგ უკვე სახანძროსგან მიშვებული ჭავლისგან და რა ვიცი მარტო მამა არ იყო რა თქმა უნდა მის თანამშრომელი ქალბატონები მამა და ქალბატონები გადაარჩინეს ფურცელ და თუ რამე გადარჩა ესეც რა ვქნა მამართლა მამაჩემის დამსახურება ნამდვილად და ეს ყველა მიცის და იმის თქვა მინდა რომ ესე იგი ზვიად გამსახურდიაც კი ღმერთმა აცხონოს მისი სული რომელიც იყო შეცდომაში შეყვანილი ეს ნუ რა ვიცი ხა ბუნებრივიც იყო ალბათ გასაოცარი იყო რომ 91 წელს ადამიანის მივლინებით წავიდეს ლონდონში და 93 აქედან იყო მხოლოდ და მხოლოდ აქედან მოდიოდა ეს ჭორი და აი ზვიად გამსახურდიაზე კარგად ეს თემა არავინ არ იცოდა და ეს არის ჩემი გლეხური ჭალებში პასუხი არა ემიგრანტები არ მეუშვებდნენ სიახლოვეს გამორიცხულია ის პკაკი რამიშვილიც ამას გულისხმობს ინფორმაცია ჰქონდათ რომ წარმოუდგენელია რა თქმა უნდა იმიტომ ანდეს ამ ხელა არქივი ლიტერატურა თორე იქამდე ბევრი ჩასულა კი ბევრი ჩასულა დიახ
გურამმა მართლაც აი ღირსეულად შემოუნახა ქართველებს უღრმესი მადლობა. ესე იგი უზარმაზარი არქივი. სამთავრობო არქივი, პარიზული და ჰარვარდული ნაწილი, ეს მთლიანად პირველი რესპუბლიკის არქივი, სახელმწიფო არქივი. გადასცა სახელმწიფო არქივს. ხოლო რაც მას პირადად ჩუქნიდნენ კერძო არქივებს. და ეს არის უზარმაზარი და მასალა დაგროვდა. ამის საფუძველზე შექმნა ემიგრაციის მუზეუმი. უკვე პირადი რაც იყო. ის საჩუქრად ზოგი ანდერძით ისე და ასე გადმოცემული, რომელიც ჯერ უნივერსიტეტის მერო კორპუსში იყო განთავსებული და დღეს უკვე აი ხა დასაწყისში რაზეც თქვენ ხაზი გავუსვით, ეს არის უკვე ეროვნული. და ეს გურამის დამსახურებაა კიდევ ის, რომ მან უწესიერესი ხალხი შემოიკრიბა ირგვლივ. აი ემიგრაციის მუზეუმის პროფესიონალები და უწესიერესი ხალხი. აი გულანთებული მამულიშვილები. გურამი იყო გულმართალი მამულიშვილი და ის გარშემო იკრებდა ესეთი გულიან და წესიერ ხალხს. სხვანაირად ასეთი საქმე ვერ გაკეთდება. რამდენი ვიცით ჩვენ ჩამოიტანეს და განიავდა. რამდენი რამე განიავდა. კარგით, აი მისი პირველი დისერტაციის დაცვა თუ გახსოვთ? არა, მე 72 წელს ვარ დაბადებული, მისი პირველი დისერტაცია საკანდიდატო ძალიან პატარამ დაიცვა, ხა არ შემეშავოს, მეგონი 23 იყო თუ 20, ხო, რაღაც ასე და 35 წლის იყო, როდესაც დოქტორი გახდა, მე 3 წლის ვიყავი და სამწუხაროდ არ მახსოვს. აი იყო დრო, როდესაც სადოქტორო დისერტაციის დაცვა, აი ეხლანდელი სადოქტორო კი არა, ეხლა რო ვეძახით სადოქტოროს, მეორე დისერტაციის. ეს იყო მოვლენა. იმიტომ რომ სადოქტორო დისერტაციის დაცვა ნიშნავდა, რომ აი მეცნიერმა რაღაცა აღმოჩენა გააკეთა და ბევრი იმუშავა, წლები შესწირა ამ მის ნაშრომს და იმართებოდა სერიოზული დებატები დაცვაზე. ეს რა იყო, ვიცი? აი საათობით გრძელდებოდა დისერტაციის დაცვა. და აი ამ ასაკიც უნდა ქონოდა. ეს და მომწიფებული იყო გურამი იმისთვის, რომ აი ხო გქონდა 24 საათი შრომობდა. მისთვის არ არსებობდა გართობა, მისთვის არ არსებობდა კეიფი. ათაში ერთხელ რა თქმა უნდა, იყო შეუცვლელი თამადა, სვამდა მხოლოდ კახურ თეთრ ღვინოს, მხოლოდ და მხოლოდ. მამნეჩოები არ ქონდა, სიგარეტს არ ეწეოდა და ასე რომ ხშირად არ სვამდა და ესე იგი შეეძლოთ დაეყარა ხალხი ბოდიში ამ გამოთქმაზე და თვითონ დარჩენილიყო სრულად ფხიზელი. მართლა წარმოუდგენელი, ესეც თავისებური ფენომენი იყო და ასე რომ ამებში დროს არ კარგავდა. აი არ კარგავდა. ნუ შეწირული იყო ამ თავის საქმეზე და სულით და გულით უყვარდა. იმიტომ კი არა, რომ კარიერის მაინც კარიერა უნდოდა გაეკეთებინა, სამეცნიერო კარიერა. ესეც უნდოდა, მაგრამ აი ამის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო. თვითონ ამბობს, რომ მე მინდოდა პოპულარობა, პატარა მოგონება აქვს, კიდე ინტერვიუ აქვს ასეთი პირად საკითხებზე. პატარა რო ვიყავ, მინდოდა პოპულარობა, ჯერ რო ექიმობა და როგორ მიყვეს წარმოუდგენელია, იმდენად სისხლს უად ხდებოდა. დაჩიჩქნილი მქონდა მუთაქებიო, პატარა რო ვიყავ. თითქოს ნემსის განეცი. მე მინდოდა მსახიობობაო. პატარას, სუ პატარას. და ესე იგი მე პოპულარობა მინდოდა არა ცუდი გაგებით, ეს არ მომედგინაო დღე და ღამე შრომით და მიაღწია. თორე არ დაუმალავს ეს, უნდოდა, რატომაც არა. საბედნიეროდ აი ამ კარგ საქმეს ეწია ბოლოს და ამაზე შეჩერდა. კარიერას შეჩერდა. ბოდიშვიხტი გაწყვეტა, კარიერას ახლა თანამდებობა რონდომოდა კომუნისტების დროსაც მიაღწევდა და მე რამენაირად გახდებოდა თანამდებობის პირი, მაგრამ მე უფრო სწორად პოპულარობა ვიგულისხმედა და თანამდებობა ბოდიში შეგაწყვეტა. ძალიან კარგი. აი სხვა რა შეიძლება რომ გაიხსენო ამაზე.
აი რო ჩამოდიოდა თქვათ უცხოეთიდან გიამბობდათ თქვენ რამ ეს თუ ეს გასაიდუმლოებული იყო არ იყო გასაიდუმლოებული ისეთ აი საერთოდ წინასწარ არ უყვარდა ლაპარაკი თორე ისეთ რამეებს გვანდობდა შვილებს და ოჯახში რომ მართლა მიგვირს რომ რა გარანტია ქონდა რომ არ დაგწდებოდა ანაწავი ემიგრაციას რაც შეეხება გახსენებას გავიხსენებ ქალბატონ ქეთევან იყო ძალიან ძლიერი იყო შინაგანად ესე იგი 98 წელს ჩემი უფროსი ძმა მოკლეს მძინარე ლოგინში თავში გასროლით ერთი ტყვით დააბრალეს თვითმკვლელობა, ნუ მე ეს რა თქმა უნდა გაცამტვერდა ეს ვერსია და დღემდე თვითმკვლელობა, ესე დღემდე განზრახ მკვლელობის მუხლით არის ეს საქმე. ესე იგი, რა თქმა უნდა, ზუსტად 5 დღეში, ესე იგი 20 ივნისი იყო ჩემი ლაშას დაკრძალვა. და ზუსტად 5 დღეში, რა თქმა უნდა, ეს ღონისძიება გარდახმით დაგეგმილი იყო მისი ერთ-ერთი ასრულებული ოცნება, რომ ივანე მაჩაბლის საფლავი არ მოგვეპოვება მოგეხსენებათ, მაგრამ ოჯახში ინახებოდა 2 ნეკნი. როცა ოპერაციის დროს ივანეს ამოჭრეს და ამას ოჯახში ინახავდნენ ამდენი ხანი და მისი ოცნება იყო, რომ ეს საფლავი რომ ხო საწმინდაზე შემდგარიყო და ამით ერთი ნეკნი ისეც ხო მოგეხსენებათ და თან რომ სიმბოლური საფლავი არც ფლად სიმბოლური მისი ნაწილია და ეს დიდი ხნის ოცნება იყო მისი და ზუსტად ლაშას დასაფლავები და 5 დღეში თაწმინდაზე ეს ღონისძიება რო ჩატარდა ვიდექი და უყურებდი ამ კაცს და გაგიხაპიროთ მაშინ გავგიჟდი მის სიძლიერეზე რომ თითქოს 5 დღის წინ მისი ვაჟი უფროსი მიწას არ მიებარებინოს და ესე იგი როგორ იცით რომ მე ყოველ დილით მაღვიძებ და მისი ტირილი ქვითინი მაშინ მე ჩემი ოჯახი არ მყავდა დედა მამა და მე ერთად ცხოვრობდით და ერთ დღესაც გაუვარდი რომ მამა მოვთხარი მე რა სმერჩი არ იცოდა ხა მე რომ ესმოდა დიდი ბინა გვაქვს კითხილობა რა დილას სიჩუმეში მესმოდა ხილწილი ხისელწილი რომ გავარდი დავიწყე ტირილი და გეხვეწებ მოვთხარი მე რა სმერჩი რა დავაშა ის დღე იყო და ის დღე მე მის ტირილი არ მინახავს მაგრამ ასე დილით გაღვიძებით არა და აი ეს კაცი რომელიც დილას მაღვიძებდა ქვითინით და ტირილით ასეთი მტკიცე ასეთი ძლიერი და სხვათა შორის აი ზუსტად რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი პირველად დავფიქრდი ამ თემაზე რომ ფაქტობრივად 2003 წელს დამარცხდა ხო ასე გამოვიდა გაიმარჯვა სააკაშვილმა და სატანისტებმა პირდაპირ გაგებით ფაქტობრივად ხო ერქვა ხო მე ეხლა გავაცნობიერე რომ ის ფაქტობრივად დამარცხდა პოლიტიკურ ბრძოლაში მე ეს აქამდე ვერ იმიტომ რომ ხო არის რომ ოჯახში ან ცოტა რაღაცნაირად თავს ვაი ჩარგავ ან მას ის რაღაცნაირად მე ესეთი რამე მე ის დამარცხებული არ მინახავს ქალბატონ ქეთევან აი მის სულს ფიცავ არც ერთი წამით მე მამა ჩემი დამარცხებული არ მინახავს და მისი სიკვდილითაც თუ გონია ვინმეს რომ დაამარცხა ძალიან ცდება წილად გრძნობა ხო არ ქონდა სულ ამბობდა თურმე მე გავიგე ჯერდი ორჯერ გამოაცხადა ოფიციალურად პრესკონფერენციაზე რომ მე მომკლავენ და მე უკვე ბოლოსკენ უკვე რომ მოკლეს ბევრმა გითხრა რომ ელოდა ყოველ დღე და აი ეს ჯვარი მაგალითად რომელიც დღემდე კისერზე მიკეთია ეს ჯვარი მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე პატრიარქს სტუმრობდა და მას სახსაურია ეს ჯვარი და სახში როგორც დაბრუნდა დედაჩემს მისცა და რუსო რომ ჩამოვა ეს ჯვარი შენ მიეცი და აი დღემდე ვერ ხვდები აი რა იცოდა რომ აი რა მართლა ძალიან რამდენიმე დღით თუ კვირით ადრე იყო ეს ყველაფერი და ესეც მაფიქრებინეს იმას რომ იცოდა რუსთან მეგობრები ყავდა გურამსას ახლო მეგობრები თანაც ურთიერთობა ქონდა რა თქმა უნდა ყავდა მაგრამ პოლიტიკურ ბრძოლაში თითქმის არ ყოლია
ეხლა ამ წუთას ერთადერთი მე ბოდის ვიხდი ყველას. აი ამ წუთას მე თავღელა კამერის წინ ამ თემებს შეიძლება ამის ბრალია, მაგრამ ბატონი ელიზაბეთ ჯავლიძის გარდა არავინ არ მახსენდება. რომელიც მეგობარიც ყოფილიყო და ბრძოლაშიც მასთან ყოფილიყო. მე მაპატიეთ ყველამ თუ ვინმე დამავიწყა. თვითონ მაინც მარტო მოთამაშე იყო. ხო, იმიტომ რომ მას არ შეეძლო კომპრომისი, როცა საქმე ეხებოდა საქართველოს და მის წინააღმდეგ წასვლას. არ არსებობს, ესე იგი, ერთადერთი ბავშვობის მეგობარი, რომელიც გურიანთიდან თუ ოზურგეთიდან მოყვებოდა იყო ბატონი ანზორ ერქომაიშვილი და იმასაც კი დასსხვა, ასე ვიტყვი, როდესაც განძის გატანაზე მიდგა საქმე და ბატონი ანზორს უნდოდა განძის გატანის მხარეს იდგა, რადგან დაჰპირდნენ რომ გამოფენისთვის, ხო? ვითომ გამოფენი, ხო, ნუ არ ვიცი რა იყო ყოველ შემთხვევაში ჩვენი საგანძური გუროვის ისტორია ეს ბევრმა იცის. ბატონი ანზორი იყო გატანის მომხრე, იმიტომ რომ დაჰპირდნენ რომ დისკებს გამოგიცემთო და უნდოდა და ისიც კი მოიდურა. ყველა ყავდა მომდურებული, უახლოესი მეგობრებიც კი, ვინც ეხლა მე იმას კი არ ვამბობ, შეგნებულად მიდიოდნენ საქართველოს წინააღმდეგ, უბრალოდ არ ჭარბობდა. ხო, ასე ესმოდა. ასე ესმოდა, თორემ მე მაპატიოს მისმა სულმა და ყველა სულმა, მაგრამ უახლოესი მეგობრებსაც კი არ ინდობდა არავის. იმდენად ძლიერი იყო გურამი თავის რწმენაში და დაჯერებული, რომ ეს ასე გამოჩნდა რომ მართალი იყო. გამოჩნდა. თორემ მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ღმერთმა დამიფაროს. უბრალოდ არ ესმოდათ, არ ჯეროდათ და მამაჩემსაც არ უჯერებდნენ და თავიანთი შესაძლებლობით ვერ ხვდებოდნენ რა საშიშროების წინაშე ვიდექი და მამა ხვდებოდა. ეს იყო მხოლოდ განსხვავება, თორე იგი ვენერად გულანთებული, მაგრამ მამაჩემს სხვაზე მეტად კი არ უყვარდა საქართველო, ყველას უყვარს საქართველო, მაგრამ ხო, აქ ეს მეტი იყო. გამოხატვის ფორმებია სხვადასხვა. დიახ. დედა რამეს ამბობდა, გესაუბრებოდა მამაზე გურამზე. უი როგორ არა და ბოლოს იცით როგორ იყო დედა ჩემი 2006 წლის მარტში მოყვა უმძიმეს ავარიაში ქუჩაში მანქანა დაეჯახა და მოყვა თუ სპეციალურად დააჯახა. აი ვერ ვიტყვი რომ სპეციალურად, ნამდვილად ვერ ვიტყვი და ცოდვას ვერ ავიკიდებ. ვერ ავიკიდებ ცოდვას. ყოველ შემთხვევაში ის ვინც დაეჯახა თავს იკლავდა და არ მგონია რომ ეს შეგნებულად ყოფილიყო. ესეც ბედი იყო. ესეც ბედის წერა იყო, რომ დედა ჩემი სამითო კომაში იყო ფაქტობრივად იქით წასული და მამა ესეც გაიგო ცოლის გარდაცვალებაც კი და სხვათა შორის მაშინ დაიჭირა სააკაშვილმა მეორედ. ესე იგი, დედა იყო რესპუბლიკურ სამამყოფოში უგონოდ, მამა იყო ციხეში და მე მთელი დღე იქით დღისითი, ღამითი და საავადმყოფოდან აიყვანეს და ჩასვეს ციხეში. და მე დედა ჩემი საერთოდ გონიერი ქალი იყო და მე უკვე შიშები გაცოცხლდა. ხო, ესეთი ფენომენალური ქალისა, ხო, და მეხსიერება ყველაფერი ისეთი. მაგრამ უფრო შიშარა გახდა იმ ხრივ, რომ ეშინოდა, რომ გური მოკლავენ. ადრე ხო მამაჩემის ის მოხვიძებდა და ახლა მე დედა ჩემის წიუკიული რომ მოკლავენ და მე დედა საყვედური უთხარი რას დამჩხავი თავზე დამანვით და ისა ხო იმიტომ რომ ეკვა მიშა სააკაშვილი 2006-7 წელი დგებოდა და ყველა ხედავდა რისი რაზე წაფსველი იყო და ყველაფრის გამკეთებული მოკლავენ გური გაჩერდი და რა თქმა უნდა ის არ ჩერდებოდა, მაგრამ ამაზე იყო კონფლიქტი სერიოზული. არა და ახლა დედა ჩემი რამდენი ნახევარი საუკუნე მის მეუღლე იყო და მამა ჩემი არასდროს არ დაუხევია უკან და არ დედა ჩემისგან მახსოვს ცხოვრებაში არ მახსოვს რომ ეთქვა ან გაჩერდი ან ის ისე გააკეთე ან ესე გააკეთე. ნუ ახლა ამას არ წაკადრობდა. რა თქმა უნდა ახლა და თან იცოდა რომ ის არც დაუჯერებდა და თან არც შეკადრებდა ახლა. ამის ჭკუაზე რანაირად ივლიდა. არა ეს წყვილი იყო ერთმანეთის დაბადებული და გაჩენილი და სამწუხაროდ მართლაც ახდა დედა ჩემის სიტყვები და ეს მამაჩემაც როგორც გაიყვა კარგად იცოდა. აი თავის მოწინააღმდეგეებს თუ ახსენებდა ხოლმე გურამი, აი ვინ იყვნენ მისი მოწინააღმდეგე, ვინ უპირისპირდებოდა? ეს ალბათ უფრო დედასთან და ჩვენ ახლა დანარჩენები ვხედავდით ეს დამალული არასდროს ყოფილა. ნუ იყო უფრო დამალული ეს
უფრო ახალგაზრდობაში, სანამ პოლიტიკაში წავიდა, ხო პოლიტიკაში გამოჩნდა მენტაკლებად. და მის მეცნიერულ მასში, რა თქმა უნდა, იყვნენ იქ ფარული, ღიად სხვა დაწერდა და ამ წერილების უკან სხვა პიროვნებები იდგნენ და იყო ასეთ, მაგრამ დღეს შევგართავს. აი თქვენ პირადად მის წიგნებზე რა აზრის ახართ? მიყვარს. წიგნების შეფასებაში მე დიდად ვერ მივარგებ, ეს ჩემზე ჭკვიანება უნდა შეაფასო. სხვა მხრივ ადამიანურად აი სიტყვას არ ვამატებ, ალბათ ვაკლებ კიდეც. წიგნებზე გამიჭირდება. აი გურამის რეაქცია საინტერესოა, წიგნს რო გამოსცემდა. მორბოდა, მოქროდა სახში და ყველას ჩვენი ბიბლიოთეკა საერთოდ წიგნს რო ყიდულობდა 4 ეგზემპლარს. ერთს თავის ბიბლიოთეკისთვის, ერთს ლაშას, ერთს გიორგის, ერთს მე. მაგრამ ვიცით როგორ იყო? აი მაინც იმის ნაკითხი მე პირადად იმათი ნაკითხი მიყვარდა. ის არ ვიცი რა იყო ეს ხო ეს ყველაფერს და თავის წიგნებს რა თქმა უნდა მის წიგნებს სათითაოდ თავის ბიბლიოთეკისთვის და ჩვენც ასე სათითაოდ გვაჩუქებ და მე რო ბავშვები შვილიშვილები შემოდენ მე უკვე შვილიშვილებს და ბედნიერი იყო ასე ანუ ისი ასეთი ბედნიერი არ იყო ხოლმე როდესაც არა არქივები რო ჩამოიტანა ეს მაშინ იყო და მისი თითოეული წიგნის გამოცემა გამოსვლა იყო მისთვის ძალიან დიდი ბედნიერება. დაგვირგვინება რაღაცა ეტაპის შრომის. რამდენი წლის იყო? მამა ეს უბედურება რო დაწერა. 66-67-ის გახდებოდა 17 ოქტომბერს, 20 მაისს მოკლეს, 66 ნახევრს. ისეთივე ენერგიული იყო და შემართული. მე ვერაფრით ვერ მე ვერ ხვდებოდი რომ მამაჩემი ასაკში იყო. ვერ ხვდებოდი. ჯერ ისედაც რა ასაკია 66-7 წელი დღეს ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასაცილოა ეს მაგრამ ხო იყო ჩვენ შორის სხვაობა და რაც ვიზრდებოდი თითქოს აი საერთოდ ეს სხვაობა პატარავდებოდა თუმცა ზღვარს არასდროს გადავსულვარ ზედმეტად ფამილიარული ფამილიარული როგორ არ ვიყავი სულ კოცნიდი მეფერებოდი თავზე ვევლებოდი მაგრამ აი ზღვარს არასდროს გადავსულა მაგრამ ეს ასაკი თითქოს მცირდებოდა ჩვენ შორის აი მე მახსოვს როგორ ქუჩაში მიმავალი გურამი კი არ მიდიოდა ფიქრობდა თითქოს დროს ეწეოდა დროს რაღაცა გარბოდა საით გარბოდა სულ გარბოდა და იმ დღესაც ფეხით მოდიოდა საჯარო ბიბლიოთეკით აი აქ სამწუხაროდ ამ უბანში დატრიალდა ეს აშინელება და შეგვძრა ყველა. სრულიად საქართველოს შეძრა ამ საშინელო მკვლელობა და მე რაც მოხდა, როგორც განვითარდა გამოძიება ამ საქმის. ყველა ძალიან დიდი ყურადღებით და დაძაბულები აკვირდებოდით აი ამ პროცესს, გამოძიების პროცესს, რომელიც დასაკვირველი არ წარიმართა ისე, როგორც საჭირო იყო და ვერ წარიმართებოდა იმ ხელისუფლების ხელში. ამიტომ შენი გმირული შებრძოლება იმ ხელისუფლებასთან, რომელიც აი ამ გამოძიების სწორ მიმართულებით წარმართვაში გამოიხატა, ეს არ ვიცი, სანიმუშოა ეს ისტორიას დარჩება სამუდამოდ, როგორც აი მაგალითი ნიმუში ქალის შვილის ბრძოლისა მამის ღირსების გადასარჩენად. უღრმესი მადლობა ქალბატონო. დიდი მადლობა. მაპატიემ მე რომ აი ასეთ მძიმე საკითხებზე მოგვიწია საუბარი. შეთვის ეს ადვილი არ არის. არა, ვერ დაკეთახმებით. საპატიებელი თქვენ არაფერი პირიქით უღრმესი მადლობა. ეს არის ჩემი ცხოვრება. ამით ვარ მოცული და მე ალბათ სანამ ცოცხალი ვარ, ვიქნები აი ამ აქედან ჩემი ყოველდღიურობა, ყოველწუთიერი, ასე რომ ეს მე ზედმეტ არაფერს ზედმეტად არ მანერვირებს. უღრმესი მადლობა თქვენ. უღრმესი მადლობა დაგვრჩა. არ გინდა რამე თქვა ისეთი, რაზეც არ ველაპარაკეთ. არ მახსენდება. კარგი, თუ გაგახსენება მე
უღრმესი შევხვდეთ უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა. მინდა რომ მეგობრებად დარჩეთ. დიდი ხანია ვართ. ვაკეთოთ საქმეები გურამის დანატოვრის კიდევ უფრო უკეთ გამოსამზევრებლად. იცოცხლეთ. უღრმესი მადლობა. ნათელში იყოს მისი სახელი, მისი ხსოვნა, დედას, რომელმაც არაჩვეულებრივი მეუღლეობა გაუწია. რამდენი რამე გადაიტანა, რამდენი რამე გურამთან ერთად. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა.